სხვა ცხოვრება. ზიონის ბრენდის მთავარი გზავნილი, რაც გულისხმობს? გულისხმობს სულ სხვა არქიტექტურას, მსოფლიო დონის ინტერიერის დიზაინს, პანორამულ ხედებს ქალაქზე, გამწვანებულ ეკოსისტემას, გამორჩეულ მოვლაპატრონობას, სიმყუდროვეს და პრივატულობას. აი, ყველაფერს აერთიანებს ზიონის ახალი პროექტი სახელად ბრძანიში საელჩოებთან. ეს გახლავთ დაბალი განაშენიანების ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ჩვენი დედაქალაქის ყველაზე მყუდრო, წყნარ, ეკოლოგიური სუფთა დიპლომატიურ უბანში. გამარჯობა, მე ვარ ეკა ხოფერია და წარმოგიდგენთ შეხვედრების ახალ, სულ სხვა ადგილს. შეხვედრები ბრძანიში საელჩოებთან. და ზიონის ოფისში ვართ, ბატონები და ქალბატონებო, და შეხვედრების მასპინძელი იქნება ზიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ნათია ცხადაია, რომელიც სათათბირო ოთახიდან მოემართება. ძალიან ხარია შენი ჩვენს სივრცეში. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ვიდრე ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებოდა, შეიძლება რომ იქით შევხედოთ. მინდა გაგაცნო ჩვენი საინვესტიციო დირექტორი ტალი. სიამოვნოა. Nice to meet you. Great pleasure to be here. Thank you. შეგვიძლია რომ გავიდეთ აივანზე და ვნახოთ ჩვენი პროექტი. კი ბატონო. სანამ განვიხილავთ პროექტს, მინდა რომ შევხედოთ, ხო? Please join us. Thank you. ეკა, აი, რასაც ხედავ ამ სიმშვიდეს, აი ამ სიმშვიდით ვართ გარემოსული ყოველ დღე. აი, იცი რა არის? აქ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გამიტარებია ძალიან ბევრი წელი, ისე როგორც ძალიან ბევრ ჟურნალის, პოლიტიკოს, საელჩოს წარმომადგენელს და აი ამ სიახლოვეს არის ზიონის პროექტი, პრინციპში ისტორიულ ადგილზე, ხო? ეს არის მართლა ძალიან ცნობილი და ისტორიული ადგილი, საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც არის სრულად რეკრეაციული ზონა და ზუსტად მათ გვერდზე, მის გვერდზე მდებარეობს ჩვენი პროექტი. ეს ახალი პროდუქტია, სრულიად ახალი. ის წარმოადგენს იმას, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ერთგვარად პრივატული ცხოვრების სტილს და უმაღლეს ხარისხს რეზიდენციაში, ანუ კომპლექსში. ეს განსაკუთრებული სინთეზია ზემოთქმულის. აპირებთ აქ ცხოვრებას? დიახ, რასაკვირველია. იცით, აქედანაც მოჩანს ჩემი სახლი. და რომელ სართულზე? მე-7-ზე. ზუსტად იმ ბოლო სართულს ვუყურებთ ახლა. ეს ადგილი პირველად რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ აქ უნდა მეცხოვრა. იმას გულისხმობ, რომ ეს ადგილი ავარჩიე მისი განსაკუთრებული ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის გამო, რადგან დარწმუნებული ვარ, ის სრულად გაამართლებს მისი ღირებულების მოლოდინს. ტალი ნამდვილად იცხოვრებს ამ კომპლექსში თავის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად და მათ შორის ჩვენი დამფუძნებლებიც იცხოვრებენ ამ კომპლექსში. მაშასე ზიონი გახლავთ ქართული ებრაული დეველოპერული კომპანია, რომელსაც 40 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ნათია. ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს ზიონი? დასახელება. ჩვენი კომპანიის დასახელება ნიშნავს უმაღლეს მწვერვალს, ანუ მთას და ეს ცხადია, უბრალოდ არ დაგვირქმევია ეს სახელი, ჩვენ ვეძებთ ამ სფეროში გამოწვევებს და ვაპირებთ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას. რა მთავარ აქცენტებს გააკეთებდი ამ პროექტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით? ეკა, იმისთვის, რომ საერთაშორისო დონის და პრემიალური კომპლექსი აშენო, საჭიროა ძალიან ბევრი კომპონენტი. ერთ-ერთი არის ლოკაცია. ვეცადეთ შეგვერდშია ისეთი ადგილი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა, დაბალი მტვერიანობა, საკმაოდ გამწვანებული რეკრეაციული ზონები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების, პრივატულობის და დაცულობის გათვალისწინებით შევარჩიეთ არჩევანი გავაკეთეთ ბრძანისზე, რომელიც თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს და საკმაოდ გორაკებიანი ადგილია და რომელიც აი როდესაც ლოკაცია ცენტრთან ახლოს არის, ბუნებრივ ფილტრს ქმნის. ამიტომ გამოირჩევა თავისი რბილი ეკოლოგიური ჰაერით, გარემოთი და ეს აერთიანებს არა მხოლოდ ეკოლოგიურ გარემოს, არამედ არქიტექტურითაც ძველი არქიტექტურისა და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების ერთგვარი ესეთი დასახლებაა და სწორედ ეს გახდა, რა თქმა უნდა, არის საელჩოების ოდითგან ისტორიულად საელჩოებისთვის მიზიდულობის წერტილი, განლაგებულია 4 საელჩო, საპრეზიდენტო რეზიდენცია. რით არის უნიკალური არქიტექტურულად ეს პროექტი?
ეს არის ამ უბნისთვის მოსახერხებელი და მორგებული დაბალი განაშენიანება. ჩვენ შეგვეძლო რომ აქ კიდევ უფრო მეტი სართული გქონოდა, მაგრამ დავიცავთ. რამდენი სართულია ნათია? მიწა არის ტერასული და 5-7 სართულიანი განაშენიანებაა, რომელიც რა თქმა უნდა არის ადგილობრივ ლანდშაფტთან მორგებული არქიტექტურით. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორი იერსახით უნდა ყოფილიყო და მთლიანად შენობა ნაგებობა არის ბუნებრივი მასალებით დაწყებული თვითონ ლანდშაფტის არქიტექტურით დასრულებული. ჩვენი შენობა ნაგებობა იქნება ესპანური ტერაკოტით მოპირკეთებული და საკმაოდ ძვირფასი მასალა სამშენებლო მიმართულებით. ეს არის მსოფლიო დონის ინტერიერის დიზაინი. ზოგადად პრემიალურობისთვის განსაკუთრებულად საჭიროა ის საერთო სივრცეები, რომელიც ჩვენ უხვად დაუთმეთ კომპლექსში. ეს არის 200 კვადრატული მეტრის ლობი, 7,5 მეტრის ჭერის სიმაღლე ლობიში და თვითონ ბინებში ნათია გაწყოთ ბინასაც მაღალი ჭერი აქვს, ხო? სწორედ ამიტომ აი პრემიალურ კომპლექსებს, რა განსაზღვრავს, რომ კომპლექსი არის პრემიალური. ეს არის რომ უნდა იყოს მაღალი დონის ხმის იზოლაცია, რაც ერთგვარი დიდი პრობლემაა საქართველოში. და ჩვენ გამოყენებული გვაქვს ჩვენ თანამშრომლობთ სკანდინავიურ ბრენდთან აკუკონთან, რომელიც 60 დეციბალის სიმძლავრის სერტიფიკატს გასცემს თითოეულ ბინაზე და ფაქტობრივად შეუძლებელია გარეხმაურისგან შეწუხდეს მაცხოვრებელი. ასევე არის შინდლერის ლიფტები, რომელიც შვეიცარიული ბრენდია და 150 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ოპერირების. ასევე არის კორტიზო, რომელიც არის მეტალოკარფანჯარა იქნება მისი და ჩვენი ყველა მომწოდებელი და პარტნიორის არის უცხოელი. სწორედ ამიტომაც ინტერიერის დიზაინერი შევარჩიეთ მსოფლიო დონის გამოცდილების, რომლის პორტფოლიოშიც არის ტრამთაუერები ბოსკო დე ვერტიკალის შენობაში, მრავალი ვილა კომოს ტბაზე და ძალიან ბევრი ცნობილი ძვირფასი შენობა ნაგებობის ინტერიერის დიზაინის შემქმნელია. ეს არის მატეო ნუზიატი და მან შექმნა ზუსტად ქართული კულტურის და ქართული ისტორიის ინსპირაციით შექმნა ჩვენი ინტერიერის დიზაინი. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი პირველი პროექტია კავკასიის რეგიონში. სწორედ ამიტომ მასში უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ და ვცდილობ თითოეულ დეტალს მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. ერთი რამ, რასაც ამ პროექტში განსაკუთრებით გამოვყოფთ, არის ბალანსი სხვადასხვა სტილს შორის. ერთის მხრივ ძლიერ თანამედროვე, მინიმალისტური, დიდრული სტილი, სადაც ყურადღება ექცევა აბსოლუტურად ყველა დეტალს, პროპორციებს, ინსტალაციას, მექანიზმებს, განათებას. ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის დიალოგი ადგილობრივ კულტურასთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ლობის სივრცეში გვინდა ჩავთოთ ადგილობრივი ოსტატები, რომლებიც ხალიჩის შექმნაზე იმუშავებენ. ცნობილი ხალიჩა. იცით, ნათიასთან ერთად თბილისის ცენტრს ვესტუმრეთ და აღფრთოვანებულები დავჭით ქალაქის მდიდარი ისტორიით. განსაკუთრებით კი ევროპისა და აზიის კავშირით აქ, მაშინ, როდესაც თბილისზე დიდი აბრეშუმის გზა გადიოდა. ჭკვიანი სახლით დღეს ბევრს ვერ გაკვირვ, მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ ყველაფერს, სხვა სახლი, სხვა არქიტექტურა, მე ეჭვი მაქვს, რომ სხვანაირად ჭკვიანი სახლი იქნება. ადამიანი, როდესაც ბრუნდება სახლში, ნავიგაციის მიხედვით ხდება ჭკვიანი ბოწყინტები, რომელიც ცნობს მანქანის ნომერს და როდესაც ის დაპარკინგდება თავის ადგილას, ლიფტი უკვე მას ელოდება. ასევე მთლიანი შესვლა გამოსვლა იქნება QR სისტემებით, უახლესი ტექნოლოგიებით. ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან კარგ კომპანიასთან და ძალიან ცნობილ და სანდო ბრენდთან ამ მიმართულებით და ის გვთავაზობთ ისეთ ინოვაციას, რომელიც საქართველოში დეველოპმენტში არავის გამოუყენებია და ჩვენ ინოვაციური, ასე ვთქვათ, ჭკვიანი სისტემებით დავხვდებით მომხმარებელს. ჩვენ ვეცადეთ, რომ აი ეს თბილისური სამეზობლო სულით დაგვეტოვებინა, რომელიც შიდა ეზოს აერთიანებს და აი ამ ძველ თბილისურ ტრადიციას არ ვარყოფთ, მაგრამ მაგალითად ადამიანს, რომელსაც უნდა რომ იყოს იზოლირებული, არ ხედავდნენ თავის პირად სივრცეში, გარე განლაგება არქიტექტურულად ისეა განაწილებული, რომ შენს აივანზე შენც ვერავის ხედავს სხვა მაცხოვრებელს და შენ თვითონაც იზოლირებული ხარ სხვისი თვალთახედვის არედან. ასევეა ლიფტები, ასევეა შიდა განლაგება
განლაგება, არის ჭადრაკისებური განლაგება და როდესაც შენ აღებ შენი სახლის კარს, მასში არავინ იყურება. ჩვენ გვაქვს შიდა უმანქანო ეზო, სადაც გამოდის 20 მეტრიანი აუზი, რომელიც ზამთარში გათბება და შიდა ეზოა, რომელიც არის უმანქანო და ეს არის სრულად გამწვანებული. ჩვენ გვყავს ასევე 5-წლიანი გეგმით ლანდშაფტის არქიტექტორი, რომელმაც იზრუნა ადგილობრივ გამწვანებას და ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ადგილობრივი ხემცენარეები, არამედ გავამდიდრეთ 400-მდე ხემცენარით და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი და გამწვანებული გარემო შევქმნათ, რომ ადამიანებს რა მოსწონთ, ხო? მოსწონთ თავიანთ სახლში, გამწვანებულ გარემოში, შემოქმედებითად ცხოვრება და ეს ზოგადად ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ ისეთი სახლი, რომელსაც რომ შეიძენ, აი აღარ გაყიდი, ეს არ არის რაღაც კომერციული მორიგი ნაბიჯი, აქ ადამიანებს უნდათ ოჯახებით ცხოვრება და ჩვენი გათვლა ზუსტად აი ამ გარემოს შექმნა იყო. არის 5 სადარბაზო, თითოეულ სადარბაზოში გვაქვს 2 ლიფტი. ჩვენი პარტნიორი არის შინდლერი, როგორც გითხარი. გვაქვს 3-დონიანი პარკინგი, -1-ზე, 0-სა და პირველ სართულზე, რა თქმა უნდა, ჭკვიანი სისტემები და აქაც კი ჭერი არის 3.5 მეტრი. ყველაზე პატარა რა კვადრატულობა? ყველაზე პატარა იწყება 30 კვადრატული მეტრიდან და არის 450 კვადრატულის პენტჰაუსებამდე. აი მომიყევი პენტჰაუსი. როგორი? ეს არის სივრცე, სადაც ცხოვრობ არაჩვეულებრივ გარემოში. წინ არ გაქვს არანაირი შენობა ნაგებობა. გაქვს შენი ლიფტი, ხარ დაცული, იზოლირებული და ცხოვრობ მატეოს ინტერიერის დიზაინით შექმნილ პენტჰაუსში, იმიტომ რომ ჩვენ ამას საჩუქრად ვაყოლებთ პენტჰაუსებს, კი ეს ექსკლუზიური პენტჰაუსს აქვს ეს კი მატეოს ინტერიერის დიზაინი მოყვება პენტჰაუსს, რა თქმა უნდა ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ პენტჰაუსზე. ესეთი სურათი გადავიღოთ მერეც, კაი? შევთანხმდით. პროექტში არის დაახლოებით 20 პენტჰაუსი, თუმცა ამის ნახევარიც კი აღარ არის ხელმისაწვდომი. პენტჰაუსი არის თავისი შინაარსობრივად განსაკუთრებული საცხოვრებელი, რომელსაც აქვს პანორამული ხედები, როგორც მთაზე, ასევე მთაწმინდაზე, ნარიყალაზე, იმიტომ რომ რწანისი იძლევა მაგის შესაძლებლობას ქალაქზე ხედებით. აქ გაქვს საკუთარი ლიფტი და ხარ აბსოლუტურად იზოლირებული. ფაქტობრივად, როდესაც ცხოვრობ პენტჰაუსში, გაქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლო კომპლექსის ინფრასტრუქტურით. და თან იცხოვრო იზოლირებულად საკმაოდ ლამაზი ხედებით. შემოვიყვანეთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ებრაული კომპანია, რომელსაც აქვს მის ქვეყანაში 15 წლიანი გამოცდილება პრემიალური კომპლექსების მოვლის და იგი დაგეგმარების მოიმსახურება დაგეგმარების ეტაპიდან ის იყო ჩართული და დაწყებული წყლის ფილტრაციის, ლიფტის უსაფრთხო გადაადგილების, საპრევენციო სამუშაოების ჩატარების 24 საათიან კონსიერჟზე და დასუფთავებაზე აღარ არის უკვე საუბარი, ამიტომ კომპლექსის მაცხოვრებელი არ შეწუხდება რომ მისი კომპლექსი იქნება დაულაგებელი ან მოვიდა. ნათია, არ იქნება არც ერთი კომერციული ფართი ამ სახლში. ჩვენ ალბათ სიახლეა. კი, გაგვიჭირდება ისეთი ახალი შენობა ნაგებობის მოძებნა, სადაც არ არის. ის მინუსები, რომელიც აი კომერციული ფართის გაქირავებას, უცხო ადამიანების იქ მოსვლას, ან ზედმეტი მანქანების გადაადგილებას გვექცია პლუსად და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპლექსში ყოფილიყო 0 კომერციული ფართი. ეს არის კომპლექსი მაცხოვრებლებისთვის, უცხო ადამიანების შესვლა აქ ძალიან რთულია და ამიტომ სრულად ამ ინფრასტრუქტურით მხოლოდ მოსახლეობა ისარგებლებს. როდის სრულდება პროექტი? ასე ვლაპარაკობდით, რომ დაზღვეული არის პროექტი და ითუშება ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურობის და ფინანსური გარანტია არის. ეს არის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. პროექტი არის სრულად 100%-ით უზრუნველყოფილი ფინანსურად TBC ბანკის მიერ. პროექტის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 19 თვე და მომხმარებელი მიიღებს ბინას პრერემონტის კონდიციით. ეს ნიშნავს, როდესაც მაცხოვრებელი უკვე იწყებს პირდაპირ კოსმეტიკურ რემონტს. ნათია, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ცოტათი შეგრძნება, მე კი ვიცი რომ გწანიშვილებ, მაგრამ აი ცოტა ოდნავ დაკრავს ეს ტოსკანის რაღაც იერი, არ ვიცი რის. ძალიან ხშირად ადარებენ ეკა ჩვენი მომხმარებლები, ამ შედარებას ხშირად აკეთებენ. ულამაზესი ფერებია და ეს არის რეალურად მთავარი სიმდიდრე. სიმდიდრე არის მართლაც ეს გარემო. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. წარმატებას უსურვებ თქვენ გუნდს და მე აღნიშნე კიდევაც, რომ იცი რა მომწონს ყველაზე მეტად, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩემთვის დასამახსოვრებელი დეტალი, რომ მთელი ამ ინოვაციის გათვალისწინებით ის ასევე იქნება თბილისური ეზოს კონცეფციის. აი რას დაამატებდი შენ, აი მე რო გითხრა, რომ აი
ერთი ფრაზა შენთვის, რომელიც აი ზიონის შესახებ წანიში საელჩოებთან. ეკა პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვეწვიე. ნამდვილად განსხვავებული გარემო გვაქვს, რითიც ძალიან ვამაყობ და სულ ვცდილობთ რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს მთავარი პრიორიტეტი და გამოვიკვლიოთ მარტო მისი საჭიროება და მოვერგოთ იმ საჭიროებებს, რაც მას რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება. ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება, სუფთა გარემო და პრივატულობა. რა თქმა უნდა, შენარჩუნებული უნდა იყოს ის თბილისური სამეზობლო, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. დიდი მადლობა, ასეთ იყო შეხვედრები ახალ და სულ სხვა ადგილზე, რომელსაც ქვია კრწანიშის საელჩოებთან. გამოიწერეთ ეკა ხოფერიას არხი, შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.